იმის მერე ჩვენ ეს ადამიანი არ გვინახავს, მანამდე ჩვენ ეს ადამიანი მოვითხოვეთ დღეს ტელეეთერებით, რომ დაწყებულიყო გამოძიება სასწრაფოდ. არ გამოვაქვეყნეთ ეს მასალა, რომელსაც დღეს ჩვენ წარმოგიდგენთ, სწორედ იმიტომ, რომ შიშობდით, რომ ეს მასალა რომ გაგვევრცელებინა, არ დაიწყებოდა გამოძიება. ვინაიდან კარგად არის ასახული ამ მასალაში თუ ვინ განახორციელა სინამდვილეში ზეწოლა ყოფილ პატიმარ გოდერძი ჯოლოხავაზე. მინდა ასევე განგიცხადოთ, რომ ჩვენი შემოთავაზება ჯერ კიდევ ძალაშია, ნებისმიერი ტელეეთერით ჩვენ ვიწვევთ ბატონ ჯოლოხავას დებატებში, საზოგადოებამ კიდევ ერთხელ ნახოს და გაიგოს სინამდვილეში რა მოხდა. ეს არის ფარული ჩანაწერი, სადაც საუბარი არის ძალიან უშუალოდ ყოველგვარი კამერის კომპლექსის გარეშე. მე ამით ვეხმაურები ქალბატონ თინა ხიდაშელს, რომელიც რატომღაც შეეჩვია და ძალიან დაიბინძურა პირი ადვოკატების ხსენების დროს, მათ შორის ჩემი ხსენების დროს, თუ მას არ აქვს პრობლემა მისი და მისი ოჯახის მიმართ გინების და შეურაცხყოფის, იგივე ნაირად ნუფიქრობს ხვის ოჯახზე და ხვის პიროვნებაზე და ამ ადამიანს მოუწევს ბოდიშის მოხდა, ვინაიდან უკვე მე რამდენად ხდება მისი მხრიდან, როდესაც ადვოკატებზე ანხორციელებს ზეწოლას. იცოდე ყველაფერი ექსკლუზიურად. ზონა